სამი შეცდომა, რასაც დამწყები მძღოლები უშვებენ, სანამ სწავლას დაიწყებენ პრაქტიკის მასწავლებელთან. ფსიქოლოგიური შეცდომები, რა თქმა უნდა. ავტოინსტრუქტორის მიერ მოცემული შეფასების ან კრიტიკის შიში. ერთად შემთხვევაში მოსწავლეებს ცალი თვალი ინსტრუქტორისკენ უჭირავთ ხოლმე და ფიზიკურად არ უჭირავთ გზისკენ, საჭისკენ და სარკეებისკენ თვალი. სიჩქარის შიში და არა მანქანის. ანუ მომენტი, როდესაც ადამიანს გონია, რომ მას ეშინია მანქანის, არა და რეალურად ეშინია სიჩქარის. და ისენელად ადის გეგონება ნაღმებზე გადადიოდეს, ისე რომ არ აფეთქდეს. რეალურად მაგ სიჩქარის შიშს დაამარცხებ მარტო ჩქარასიარულით და არა გაჩერებით. მესამე არის ყველაზე მაგარი. მომენტი, როდესაც რცხვენია, რომ შეცდომას უშვებს, ან დაუშვებს. ან მაგის რო სხვენია რა. არადა ყველაზე დიდი შეცდომა საკუთარი შეცდომის შიშია. დასგიფიცები ეგრე მართლა გეუბნები. ამ დროს იციან ხოლმე ლაპარაკი, რომ აი ალბათ სულელი ვარ, ყველაზე დებილი მე ყავარ, ხომ მოსწავლე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არ არის ეგრე. აბსოლუტურად ყველაფერი გამოგიო. პროსტა შეიცადე, რომ ანუ ნუ გეშინია.